საქართველოში კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობისა და ჩართულობის მიზნით სამინისტრო რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს. შესაბამისი კონფერენცია ანაკლიაში გაიმართა ამჯერად შეხვედრას კულტურის მინისტრი და რეგიონის რწმუნებულ გუბერნატორი დაესწრნენ. სამინისტრომ წარმოადგინა კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის გამსაზღვრელი დოკუმენტია. როგორც იცით 30 იანვარს სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა სტრატეგიაზე მუშაობის დაწყება. ამ რეგიონალურ კონფერენციებზე ხდება პრობლემების იდენტიფიცირება კულტურის სფეროში და საუბარი იმაზე, თუ რა შესაძლო გზები არის ამ პრობლემების გადასაჭრელად. ძალიან მიხარია, რომ აქტივობა მაღალი იყო, ძალიან საინტერესო პირდაპირ და გულწრფელი საუბარი გამოგვივიდა. ესეთი შეხვედრა თემაზე კულტურის განვითარების თემაზე და მისი პოლიტიკის განსაზღვრაზე მე მგონი აი 2 ათეული წელი არ ყოფილა. დღეს სასიამოვნოა ის, რომ კულტურის სამინისტრო ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და მით უმეტეს სამეგრელო ზემოსვანეთის პოლიტიკის განსაზღვრა კულტურის რეგიონალური განვითარების ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.